ჩვენ ვართ შვეიცარიაში და ნიკა უნდა გაუშვათ 3500 მეტრზე. მატარებლით. ყინვარზე ვუშვებთ მატარებლით. რა დრო დადგა მატარებლით? ვეღარ დადის და მატარებლით დადის. სინამდვილეში აი ამ ადგილისთვის ჩამოვედი და მაგრავნე ვიულობთ, იმიტომ რომ არ ვიცი გამოვა თუ არა ჯერ დრონის ფრენა და ზოგადად იქ ასვლა. ეს არის მწვერვალი ეიგერი. წარმოიდგინეთ, მწვერვალზე კი არ ავდივარ, მწვერვალში გავდივარ. 5 წუთი ჩერდება აქ მატარებელი იმისთვის, რომ გადაიღო ადგილი, საიდანაც არის ხედი რა, ანუ პირდაპირ ხედი იშლება ეიგერიდან. პირდაპირ ყინვარზე იყურები. ადამიანები ისე გაზარმაცდნენ, რომ აი გაუჯერებელია. ანუ ამისთვის უნდა მოხვიდე მწვერვალთან, ამოცოცდე, იცოცო, ამოხვიდე, მარშრუტი იარო და აქ კიდე მატარებლით მოდიხარ, ცოტა რაღაცა ფანტასტიკურ ფილმში გონია თავი. ჩემთან მყინვარ წვერი რო გაჭრას ვინმე და მატარებელი გაიყვანოს, მაგრა დამწყდება გული. Es ist das Jungfrau Joch. Jungfrau Joch. Jungfrau Joch. Take video with you. მოგლეთ, აქ ინფრასტრუქტურა ისე ამოწყობილი, საერთოდ არაა ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს რაღაცა მთაში ხარ, მთაზე ხარ, ასე შემდეგ რა. ეხლა გვინდა ჩვენ გარეთ გასვლა. კინოთეატრი. ანუ მატარა დარბაზი არის, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ და ისე ამონოთ თანამედროვე ხელოვნებით. სიგიჟეა რა. თან გაბრაზებული ვარ შვეიცარიელებზე. მართლა გაბრაზებული ვარ. ახლა ვიმყოფები ევროპის უმაღლეს ობსერვატორიაში ტერასაზე. ჩემს უკან ეიგერი, აქ ჩინელი ტურისტები. ეს არის ობსერვატორია და ვარ 3500 მეტრზე და ქვემოთ აი ესეთი ხედი მაქვს. სანამ მე აქ ვინებიურებ, ცოტას გოგოები არიან აი იმ თის კიდე ქვემოთ რა. ანუ ყველა მთაზე ადის საბაგირო ან რკინიგზის სადგური. და აქ კიდე ეიგერი, ერთ-ერთი ულამაზესი მწვერვალი ევროპის არის გაჭრილი და შიგნით გადის ცნობილი რკინიგზა, რომელიც ამდის 3500 მეტრზე. გამარჯობა შვეიცარიიდან. ხალხი აქ სიცოცხლეს წირავდა და წირავს კიდევ სამთაზე რო ავიდეს და მე აქ ავტობუსით ამოვედი ჩემი. შენი აზრით ნიკამ რა ქნა? ჯერჯერობით ხაზზე არ არის და
იმედი მაქვს რომ ავიდა, იმედი მაქვს რომ არ დაიჭირეს. იმედი მაქვს რომ დრონი ააფრინა და შვიდობით ჩამოაფრინა. იცი რა დრონი არ ვიცი რამდენად ცოტა გავრისკეთ რა მაგ ამბავში დრონის აფრენა აქ ეგრე არ შეიძლება ნებართვა იყო საჭირო. და ჩვენ როგორც იცით არასოდეს არ ვყიდულობთ, არასოდეს არ გვითხავს, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ვყიდულობთ კადრებს. ნებისმიერ ვიდეოს, რასაც ვუყურებთ, ფოტომასალა იქნება თუ რაც იქნება, ესაა ჩვენი შრომით, ჩვენი წვალებით გადაღებული. ჩვენი მიზანია რომ ამ ვიდეოს გქონდეს 10,000 ლაიკი და ისე დაბადების დღე მაქვს 5 ნოემბერს, ანუ ერთ კვირაში და ანუ ეს გამოვა 30-ში და 5-ში მაქვს დაბადების დღე და დაბადების დღის საჩუქარზე მეტი არაფერი არ მინდა თქვენგან, გამოიწერეთ. თუ გეზარებათ ეს გამოწერა, ლაიკი და კომენტარი მაინც არ დაგეზაროთ. და კარგი დაბადების დღე მექნება. ცოტა დაუჯერებელია ეს ყველაფერი, თან კარგია, თან ცუდია, მაგრამ ნუ სანახავად ღირს. მოვიდა ნიკი. ნიკა. აი! მაგაში ყაფილა. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ახარ? რაღაცნაირად დახვედრა გინდა და ხო, ძალიან კაია. გლობალური დათბობის ღირსები ვართ. ანუ ყოფილოა. არ მოგეწონა? ანუ ლამაზია, მაგრამ ესე არ შეიძლება გაუპატიურება მწვერვალების რა. გაუპატიურება. მიხვდები კადრებში, რასაც ვამბობ. ესე ძალიან ნაწყენია, მაგარი გაბრაზებულია ჩამოსული იქედან. ძალიან კარგია სანახავად ესე, მაგრამ ეხლა მივხვდი რატო ჩამოდიან შვეიცარიელები საქართველოში მწვერვალებზე და სასრეში. მართლა არ ვიცი რა ჩემს ქვეყანას, მაგრამ ძალიან კარგი ცარი და თან ძალიან ცუდი. შუალედი აქვს დაკარგული ტიპის რა. ჩვენ სად მივდივართ ახლა ამის მერე რა ველოდებათ? ცნობილი მეწყარი და ჩამოწვა შვეიცარიაში და მთელი სოფელი გადაარჩინეს, მაგის ანახავად მივდივარ. 2 საათში პლატენი. 2 საათში გაუკეთეს ევაკუაცია მთელ სოფელს და ის ცნობილი კადრები თუ გახსოვს, ძროხარო ჰაერში დაფრინავდა და ძროხებიც კი გამოიყენეს. აი ეს აქვე იყო და იმ სოფელში მივდივართ პლატენი. მაისში ყველა ტელევიზიით გადმოიცემოდა შვეიცარიის სოფლიოში. ხო, მთელ სოფლიოში შვეიცარიის ერთ-ერთი სოფელი, რომელიც ტურისტულად ძალიან ცნობილი ადგილი იყო, სოფელი ბლატანი, რომელიც თავიდან ბოლომდე განადგურდა. ამის იქით გადასვლა უკვე არ შეიძლება და ძალიან დიდი ჯარიმებია, მე მგონი სადაც გავართ ეგეც ეს საშიშია. არის ყველაზე ესეთი ბოლო ადგილი, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ. როცა ის მოხდა უკვე წინასწარ იცოდნენ რომ მოხდებოდა, ოღონდ როდის მოხდებოდა არ იცოდნენ რა და შესაბამისად გაითვალისწინეს ეს ეტყობა ნიშნებს იძლეოდა ეს მყინვარი რომ უკვე იწყებოდა პროცესი და მართლა ძალიან დიდი პროცესი არის აქ დაწყებული, რაღაცა 2000 მეტრიანი სხვაობაა სიმაღლეში და უდიდესი მასა არის ჩამოწოლილი. რეალურად არ მეგონა ამ ხელა მასას თუ დამხვდებოდა, ვადარებდი გონებაში მყინვარწვერზე რომ ჩამოწვა დევდორაკის მყინვარი, მაშინ სამწუხაროდ გარდაიცვალნენ ადამიანები იმას რა და ის მეჩვენებოდა რაღაც დიდად და აქ იმხელა მასა არის, აი დრონით კარგად გამოჩნდება, რომ უბრალოდ რავი, არარეალურია რა. სახლებიც ხო არის ეს დრონის მე. სახლები არის იქ დარჩენილი, რამოდენიმე სახლი კი არა, კაი ბლომად სახლია და ეს რომ ჩამოწვა, მდინარე დააგუბა და ტბაც კი არის იქ და ამ ტბაში არის ეს სახლები ჩარჩენილი რა. საქართველოში ბევრგანა ესე ახლოს დასახლებულ პუნქტებს გავს რაღაცები. მაგრა გავს რა, აი ძალიან გავს და თან ყველაზე ცუდი რა იცი, რო არ ელოდები ზუსტად იმ ადგილიდან შეიძლება წამოვიდეს რაღაცეები რა. ანუ ეს თები როცა ფორმირდებოდა, ეტყობა კიდევაც, რომ აი ნახე აი ეს ადგილი ჩამოსულია, მე გამწვანებული არა, ეხა ეს სადაც არის აქ სახლები თქვა და ტყე. აქ ადრე ზუსტად იგივე მოხდა რაც აქა. ოღონდ ადრე იყო და დიდი ხნის წინ იყო და ჩვენ გონია რომ დღეს არ მოხდებოდა. დღეს ისეთ რეალობა არის რომ პირიქით დღეს დაიწყო ეს პროცესი და მზად უნდა ვიყოთ რა. გავესაუბროთ აქაურებს.
Did like villagers knew there was a danger some kind? Well, those mountains are always moving. You can hear them during summer. You can hear them coming down, but it happened so quick. But they were already watched by the government, so they knew that something might happen. So they started to evacuate everybody. First, they started to evacuate just a perimeter. So how long did it take? The process of evacuation? 2 hours. 2 hours. For 300 people to evacuate. Yeah, and people could just go back to their houses, grab their needs, and leave. Yeah, so most people left everything behind. They only grabbed like maybe toothpaste and a toothbrush and some clothes. And where did they go? Like, well, to there your is village? we're how do you say it? Tourist area. So there are a lot of empty apartments during May when it happened. So that's when they started to let them go. Do they still live here? No, most of them moved around to have a better fitted place because they thought it would only stay there for a few weeks, and now it's permanent. They say they're gonna clean up and restore everything. How do you want to clean up that whole thing? I don't know. It's ice. There was a glacier. Like you can imagine, there was a glacier like halfway up. Yeah. And it all stored on top of the glacier, all the rocks. And then the glacier started to move because it couldn't stay the pressure. So that's when the whole glacier came down with the rocks. And that makes everything 100% more difficult. Yes, because it's ice and rocks and dirt and everything. Thank you so much. You're Sorry welcome. we took time. You're with kids, resting, you're late. Thank you for that. ძალიან ტურისტული არის, მაგრამ აუცილებლად სანახავი არის. იცი რომელია? არა. Grindelwald. Grindelwald, ანუ რაღაც დიადი კედელი, ესე ითარგმნება ხო? ძალიან დიდი კედელია, ყველაზე მეტი ცოცხალი. ეგერის ძირში მივდივართ. კი. ძალიან კაი. წავედით. Grindelwaldi არის შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მარგარიტი ადგილებივით რო არის რა. თიკო და ბადრი უნდა გაგაცნოთ, ეს არის ამ ადამიანების დამსახურებით ჩვენ ვაკეთებთ ამ ტურს. შეხედეთ ჩვენ რასაც გაჩვენებთ, ეს არის მაქსიმუმი. აი ამ ყველაფრის გაკეთება მარტო ბადრისთან შეგიძლიათ, იმიტომ რომ ნუ ბევრი წელი აქ ცხოვრობს და მაგრა უყვარს ეს. ამუბნელია, შვეიცარელი არის. ხო და რეალურად თქვენ შეგიძლიათ დროში გადაანაწილოთ, მაგრამ ის მარშრუტი, რასაც ჩვენ გავდივართ და როგორი სისწრაფით, მარტო ბადრის მოხერხებით შეიძლება, იმიტომ რომ ხელის გულზე იცის შვეიცარია და გაიცანით კაცი, რომელსაც აქვს ორი სამშობლო. და შემოგვითვალა რა ქვია, შვეიცარიას გადაეკიდეთ ამ სვანეთის ვლოგშიო, ვერ გავიგე თქვენი ვერაფერი რა ხალხი ხარცო? რა გქონდათ დაგეგმილი და რას აკეთებდით? ხო, ნუ გეგმა სხვა იყო. გავეცნო. ყოველ შემთხვევაში მოუყვეთ ორი სიტყვით ბადრი შენ შესახებ. ესე იგი მე ვარ. ბადრი. რაც მნიშვნელოვანია, ქართველი. თიკო არის ცოლი? კი. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რეალურად, ეს არის რომ წლებია კი მართალია შვეიცარიაში ვცხოვრობ, მაგრამ ვცხოვრობთ უბრალოდ და მაგრამ მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენთვის ბედნიერება როცა ქართველებს ხვდებით. მეტი ამბები თუ გაინტერესებთ, გამოიწერთ აქ ბმულში მითითებული გვექნება აღწერაში. ბადრის აქვს Facebook გვერდი მოგზაურობა შვეიცარიაში. კი. სწორედ თქვი. ქართული ასოებით, რაც მთავარია. ქართული ასოებით. მოკლედ ხო გაგვიცანით? ხო თვლით ვართ? ხო ლამაზები ვართ? ბადრის ეხა არჩენს ამაგარი იუმორი აქვს და თიკოსაც. თქვენ რამდენი წელი ერთად ხართ? ჩვენ 18 წელიწადია, რაც აქ ხართ. ერთად ხართ. ემიგრაციაში ხართ? 13 წელიწადია. 13 წელია. ჰაწვას არ გავს აქაურობა? მართლა. მარიშკა. ყოფა ჰაწვაზე? არა. სვანეთში არ ხარ ნაყოფი? არა. ჩვენ წაგიყვანთ სვანეთში. ჩვენ წაგიყვანთ სვანეთში. არ არის პრობლემა. მაგრა გავს რა, აი ზუსტად ეგრეა, ქვევით არის მესტია, იქეთ არის უჟბა, აქეთ არის ჰაწვალი რა.
იგივე განლაგება აქვს დედა მომიყოს. ავცნობთ შვეიცარიის პოზიციებს. არა, შვეიცარია კაია რა თქმა უნდა ლაპარაკი, მაგრამ ერთ დღეს მჯერა რომ შვეიცარიასავით ქვეყანა გვექნება. მაგაში მეც ვარ დარწმუნებული, ცოტა გვჭირდება ამ ყველაფრისთვის და ყველაფერი ისე იქნება, როგორც რეალურად ჩვენ ქვეყანას ეკადრება. აი ეს ადრეგზელობი და ეხლა ჩვეულებრივად გვებაზრე. რა ხდება, როგორ ცხოვრობთ? რეალურად შვეიცარიული ცხოვრება არის დროზე აწყობილი და რეალურად როლექსის საათი და პატე ფილიპის საათი არის აწყობილი. ჩვენთან ეგ არ მუშაობს. ჩვენ დროში და სიცოცხლეში დაკარგული ხალხი ვართ. მე პირველივე დღესვე მივხვდი ამ ყველაფერს და ვიმშვიდებდი თავს, რომ ბადრი არის ნერვული ერთი კვირა. გაუძო რა. წავლენ და ისევ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდები. ეხლა მოვედით გრინდენვალდის საბაგიროსთან და ყიდულობდით ბილეთებს და ვიფიქრე მეთქი ხა იდეალური ამბავი იქნება რომ ჩემი TBC კონცეპტ ვიზა სიგნიჩერ სამოგზაურო ბარათი გამოვიყენო რომელიც არის მთავარი სპონსორი ამ მოგზაურობაში. ამ ბარათით შევიძინეთ ეს ბილეთები. ეხლა ორი სიტყვით ამ ყველაფრის შესახებ. შვეიცარია არის მართლა ძალიან ძვირი. გრინდენვალდში მოდიხარ ულამაზესი სოფელია და არის ცენტრში საბაგირო. საბაგიროს ბილეთების 72 евро. ასლა ჩავნე. ფრანკი ხო. ხო და კიდემ წყდებოდა გული, რომ ძალიან ძვირი გადავიხადე. მაგრამ შეხედე, რა ხან მე მაქვს TBC კონცეპტის ბარათი. მეგონი ფანტასტიკურად გამოდის, ხო? ძალიან კარგად გამოდის. მარტო ამ ბარათს აქვს უნარი საზღვარგარეთ რომ მიდიხარ, არანაირი გააქტიურება არ ჭირდება, ავტომატურად, როდესაც ჩემ ფულს იხდი, ბილეთი იქნება ეს რესტორანში შეხვალ თუ სამოსიყიდი, ავტომატურად შენ აგროვებ ქულებს Miles and Smiles. ავტომატურად როგორც კივე გადაკვეთ საქართველოს. და წარმოიდგინე, ეხლა მაგალითად, რასაც მე აქ დავხარჯავ თანხას, ყველაფერი დამიგროვდება და მოგვიანებით შემიძლია უფასოდ ავიღო Miles and Smiles-ის Turkish Airways-ით ნებისმიერი ბილეთი, ან მაგალითად თუ ბილეთი უკვე მაქვს, შემიძლია upgrade-ი გავუკეთო business class-ზე. ანუ იდეაში ფულს კი ხარჯავ და ძვირი ღირს აქ ყველაფერი, მაგრამ შენ თუ ხარ მოხმარებელი TBC კონცეპტის ბარათის. შენთვის ეს არის დანაზოგი რა, იდეაში მე შეგიძლია აიღო უფასოდ ბილეთი. ამიტომ ძალიან ზარალიანიც არ იყო ეს ყველაფერი. აი დიდი რიგი რო არის ყოველთვის დაწვალობენ ადამიანები, იმ რიგში თქვენ არ დადგებით, უცებ გაივლით. თუ გექნებათ TBC კონცეპტის სამოგზაურო ბარათი. უამრავი ბენეფიტი აქვს ამ ბარათს და ნელ-ნელა მოგიყვებით. და ჩემსავით ეგოისტები თუ არ ხართ, სულით. რადგან მე მაგალითად Miles and Smiles-ის ბარათს მაინც ავიღებდი, მარტო მე რო შემეძლოს fast-track-ით სიარული. მაგრამ იქ არა ეგოისტი ხალხი მუშაობს და ისე გააკეთეს, რომ არა მარტო თქვენ გაივლით, არამედ თქვენთან ერთად 4 დამხმარები პირი. შეგიძლიათ გაატაროთ. TBC კონცეპტს აქვს ცალკე ლაუნჯი. ანუ იქით არის ყველასთვის ლაუნჯი და თუ ამ ბარათის მფლობელი ხართ, თქვენ 4 მეგობართან ერთად ამ სივრცეში შეგიძლიათ შემოხვიდეთ, სადაც სიურპრიზი დაგხვდებათ. აი სიურპრიზი. აი ნახავს ჩემს სარეკლამო რგოლს, სადაც 3 კილოთი ნაკლები ვიყავ და სასწრაფოდ მაგ 3 კილო დასაკლები. თუმცა ამაზე სასაუბროდ არ მოვედით, ანუ მაგალითად ჩაფრინდით ლონდონში და ტაქსით უნდა წახვიდეთ ქალაქში. 50%-იანი ფასაკლება გექნებათ Bolt-ის ტაქსზე. 3G 30 გიგაბაიტი roaming-ოსი გეკუთვნით უფასოდ. და რაც თავარია, თუ თურქიშით მიფრინავთ, ბათუმიდან ან თბილისიდან ბარგის ჩასაბარებლად ცალკე ხაზი რომ არის და შეგიძლიათ წამში გაიარო, ისიც გეკუთვნით. მოკლედ, იმდენი რაღაცა გეკუთვნით, რომ მთელი შვეიცარიის ვლოგში მიმოფანტული იქნება, რა გეკუთვნით TBC კონცეპტის Miles and Smiles-ის ბარათისგან. თავად შვეიცარიაში 10 ჯერ ვარ მე მგონი ნამყოფი, მაგრამ ესეთი შვეიცარია, როგორც წინ გველოდება, არავის არ ექნება ნანახი. შვეიცარელებსაც კი.
მოვედი შვიდობით. ძალამაზია წინ გაუყურებ და 31 ფრანკი ღირს ერთი ადამიანი. რა ხდება? მოყევი. რა ხდება და ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით, ველოსიპედზე უარი ვთქვით, ვერ ვასწრებთ, დროში ვიწვევით და მივდივართ ზემოთ. არ ვიდივართ. საბაგირო ამბავი შეგვეშალა. და მადლობა ნინოს რომ და მიხულა რომ ქვემოთ დავჭიქით ჩასვლის მე. მაგივრად მივდივართ ისევ ზემოთ. აი 1 წუთიანი ის. ერთი წრე არა 10 წუთს კარგავ ზუსტად რა არც კი რა. ეხლა ნახე უცებ მივედით უკვე ფაქტიურად. ეს არის თავის დამშვიდების უმაღლესი ტექნიკა. 10 წუთია კაცო, მხოლოდ 10 წუთია. სად მივდივართ ისე? ბადრი, სად მივდივართ? ეხლა რეალურად მივდივართ ზევით. ზევით და დავეშვებით კვებით. მაგრამ გვინდა ძალიან რომ მოასწროთ ლაუტენბრუნენი, იმიტომ რომ ლაუტენბრუნენს აქვს საოცარი ხედები და ლაუტენბრუნენში არის 72 ჩანჩქერი ერთი სივრცის ქვეშ და ეს არის ძალიან რეალურად შტამბეჭდავი და გვინდა ავიდეთ ვენგენში მატარებლით. ვენგენი სხვადასხვა ძალიან განსაკუთრებული სოფელი არის. იქ არ არის არ მოძრაობს მანქანები. არის რეალურად მარტო ელექტრომანქანები. მატარებლის გასვლამდე დარჩა 5 წუთი. Miles, აგროვებთ ყოველ ჯერზე, როდესაც იხდით და შეგიძლიათ მოგვიანებით შეიძინოთ ავიაბილეთი. ავასწარით. ამოდიხარ მატარებლით, აქ სამთო კურორტი, ულამაზესი სასტუმროებით და ერთ მანქანას ვერ შეხვდებით. არც ერთი მანქანა არ არის ამ სოფელში დაშვებული. მხოლოდ შეგიძლიათ მატარებლით და ფეხით გადაადგილება. რაც თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენმა ბადრიმ იცის უნიკალური. მთელ ხეობაზე იშლება ხედი. მნიშვნელოვანი რაც არის აქ კიდე აქ ჯეიმს ბონდს აქვს გადაღებული რამოდენიმე ფილმიც. რაც შეეხება კიდე აი ამ ჩანჩქერს, ესეთი ჩანჩქერი ამ ხეობას მეუღობა 72 წელი. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და უფრო მეც სანახაობებს ნახავთ. ჩვენი გვერდები გამოიწერეთ. შეახსენე შენი? მოგზაურობა შვეიცარიაში ქართული შრიფტით Facebook-ზე და TikTok-ზე. და ჩვენ კიდევ ახლა მოგიხდებათ QR კოდი ლამაზი ხედის ფონზე და არ დაიზაროთ და გამოგვიწერეთ. ვიჭორავთ ცოტა შვეიცარლებზე. რეგიონების მიხედვით არიან დაყოფილები და ჩვენ როგორც გვახასიათებს ყველას განსაკუთრებული და თავისებური ხასიათი, ხშირად რომ ხუმრობ იმაზე რომ გურული ვარ იმერელი, ხო? სწორედ ასე არიან შვეიცარლებიც. ყველა რეგიონს აქვს თავისი ხასიათი. საკვებზე როცა საქმე მიდგება კი
როგორც რეგიონებში ჩვენთან არის, ხო, იცი, მაღალმთიან რეგიონებში რა დიხარ და ეს მძიმე საჭმელია, აქაც ეგრე არის რა. მთის ხალხია და ესეთი მძიმე საჭმელი აქვთ ამათაც. აი ახლა ვიმყოფებით გერმანულ მიწაზე, სადაც უფრო ხშირად საუბრობენ გერმანულ ენაზე. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მინიმუმ 3 ენა აქ ქაურს ესმის და იცის და ამიტომაა რომ შვეიცარიელი სტუდენტი თუ სადღაც შეგხვდათ, სავარაუდოდ ძალიან განათლებულია. მოგვიანებით მინდა მოგიყვეთ დანაზოგებზე, მაგრამ ჯერ მოვყვები გადასახადები აქ როგორაა განაწილებული. ნუ ხვდებით რომ აქ სერიოზული გადასახადებია, მაგრამ ითვალისწინებენ შენ შემოსავალს. აი მაგალითად ჩვენთან ყველას ხო გვიწევს ერთი და იგივე გადასახადის გადახდა, მნიშვნელობა არ აქვს, შენ მილიონს აკეთებ წელიწადში თუ 10,000 ლარს აკეთებ. ყველა ვიხდით ერთი და იგივე პროცენტულობით. შვეიცარიაში არა. შვეიცარიაში გააჩნია რამდენად მდიდარი ხარ, რამხელა ანაზღაურება გაქვს, როგორი ქონება გაქვს. სწორედ აქედან გამომდინარე მე გბეკრავენ. შესაბამისად ჩემი სუბიექტური აზრით ძალიან სამართლიანია, რომ მდიდრები გაცილებით უფრო მეტზე იბეგრებიან და ვისაც ჯერ კიდევ უჭირს ცხოვრების დაწყება, იმას მინიმალური გადასახადები აქვს და ითვალისწინებენ შენ სოციალურ მდგომარეობას. ახლა ჩვენ ჩამოვედით ვენგელის სამთო კურორტიდან ლაუტენბრაუნენში. დაახლოებით 8 ლოკაციაზე შეგიძლიათ აი ამ კონკრეტული სოფლიდან წახვიდეთ, აქაურობა დაათვალიეროთ და ნებისმიერ სამთო კურორტი იქნება თუ მყინვარი იქნება, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ აქედან წახვიდეთ. ბადრი, შვეიცარია ძალიან მომწონს პირადად მე, მართლა მგონია რომ ძალიან გავსთავ რაღაცნაირად საქართველოს ზომითაც, ბევრი რაღაც როგორი მთიანი, როგორი კლიმატი, აი ბევრი რაღაცით გავს, მაგრამ აი რაღაცებში საერთოდ ვერ გავს. მაგალითად მოწესრიგებულობაში. არა უშვს. დაიმსგავსება. მე ვიცი შენ ძალიან გიყვარ შვეიცარია და თვლი რომ მეორე შენი სამშობლო არის. კი. პირველი როგორც დედა არის, ერთი ისე არის მიწაც. აქედან გამომდინარე სამშობლოს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის დედამიწის ზურგს. რაც შეეხება შვეიცარიას, შვეიცარია ძალიან ბევრი რამე მომცა და მიცა ჩემ ოჯახს. და მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები და არასდროს არ დავივიწყები იმას, რაც შვეიცარიამ ჩვენ ოჯახს მიცა. ამისთვის თითოეულ შვეიცარიელს და თვითონ შვეიცარიას დიდი მადლობა. მოკითხვა საქართველოს და მიყვარს საქართველო ძალიან. ესაა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო გასაგებია, მაგრამ ქუთაისი გულში ასო. ხო და არ უნდა მოვიდეთ. თეთრხედიდან. თეთრხედიდან. მოკითხვა ქუთაისთან, მოკითხვა ჩემქალაქს. ეს ვიდეო თუ ავა 200,000 ნახვაზე, რომ ერთ ჩურჩხელას და სუნელებს გიგზავნით, ეკო დაგპირდით და 10,000 ლაიქს თუ ექნება 10,000 ლაიქი ამ ვიდეოს რენდომაიზერით გავათამაშებ და ერთ ჩურჩხელას იმას გაუგზავნით. დარწმუნებული ვიყავი ექნება, იმიტომ რომ ქუთაისლები ისეთები ვართ ჩვენ. ხო. ერთმანეთის ხარდაჭერა ვიცით, აქედან გამომდინარე. ჩვენ თამოვასუნელი და ჩურჩხელა. მარტო ქუთაისლები. ჩურჩხელა საახალწლო. მარტო ქუთაისლების იქნება რამდენი? 10,000 ლაიქი. 10,000 მეტი იქნება ქუთაისლების. ცხოვრებაც ასეთი მესმის და სიკვდილიც ასეთი მესმის აი აქ. აი აქ. რო არის შენი ბოლო განსვენების ადგილი. აი ეს გაგხედათ. ალბათ მაგრა გაგივართ. ანუ სიკვდილის მერე სადამოს საფლავებენ ასჯერ მაქვს ნათქვამი არ მაინტერესებს, მაგრამ აი აქ არ ვიტყოდი უარს. მომავალმა თუ არ გადაიხადა. რა უნდა გადაიხადოს? მიწის გადასახადი, რომელზედაც დასაფლავებული არის. ანუ რო ყიდულობ, მე კიდე უნდა გადაიხადო? რა თქმა უნდა, ამას ყოველწლიური გადასახადი აქვს. ბევრი? რაღაც მიზერული არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამოფთხრიანო. ეს აწამიღები. მოდი აქ რა ვიცი. კრემაციას აკეთებენ მე. მე აკეთებენ კრემაციას. ლიმიტი აქვს. ლიმიტის შემდეგ
თაობა თუ არ გადაიხდეს იმ შემთხვევაში კრემაციას აი რაღაცა მერკანტილური ამბავი ხო მიტყვა რომ ისეთი დიდი რაოდენობით არ არის აქ მასა არ არის საქართველოში გვაქვს მაგალითად მიყვარს რომ სიკვდილის კი ძვირია სიკვდილის კი არ სიკვდილი მაგისგანაც შეიკავეთ თავი შვეიცარია ერთადერთი არის, ვინც ეგზიტ, ასე ქვია, თვითონ ითხოვს, როდის შეუძლია რომ გარდაიცვალოს. მაგრამ ხო, შეიძლება რომ ეს წლების განმავლობაში იყო აღრიცხული ამ მასში, მაგრამ იმ წუთში, ანუ 1 წელიწადში, 2 წელიწადში, ან შეიძლება 5 წელიწადში მოგინდეს, რომ ძიმე დაავადებებს უკვე როცა ისეთი დაავადება გაქვს, რომ არ შეგიძლია საკუთარი ტვინით, ანუ დემენცია გაქვს და რაღაცა, მაშინ არ შეგიძლია რომ ეს მიუხედავად იმისა, რომ აღრიცხული ხარ წლების ძიმე დაავადება გაქვს და ტკივილები გაქვს, მაშინ ხო, ანუ თუ აღარ უნდა იმ ადამიანს ჩვენ ამას პოპულარიზაციას არ უწევთ, აქაურ წელს ჩვეულებაზე ვყვებით. და უბრალოდ მოდის, მაგრამ ეს ასე არ ხდება, ანუ მოდის სპეციალისტი, რომელიც ამოწმებს როგორ ხდება და არც ერთ მედ პერსონას დამხმარეს, ანუ არც ექიმს, არც ექთანს, არც ექთნის დამხმარეს არ აქვს უფლება, რომ ის წამალი, რასაც ასმევენ, ან უკეთებენ, რომ გაუკეთონ. ეს თვითონ თავისი ხელით, საკუთარი ხელით იკეთებს და თუ იმის შესაძლებლობა აღარ აქვს უკვე რომ ან გაინძრეს, ან გადაყლაპოს, თავისით აიღოს ეს წამალი და გადაყლაპოს, ან თვითონ გაიკეთოს ეს ნემსი, მაშინ უქმდება ეს. რაც აქვს მოთხოვნილი შეიძლება წლების უკან. ესეც თქვენი 31 ოქტომბერი, ჰელოვინის მზადება. სასაფლაოდან. ძალიან თემატურები ვართ. გათიშე ხა კამერა დავისვენოთ მორჩა დღევანდელი გადაღების. გიეს ბარ ჟენევიდან 2 საათ ნახევარშია დაახლოებით. დაალამაზ სასახლე იყო თავის დროზე ვიღაცის. კი, ეს არის სასტუმრო არის რეალურად დღეს ჰოტელ გიეს ბაქვია. გადრის რომ მოვყავდით აქ, მითხრა ესეთი რაღაცა, რომ საიდუმლოდ უნდა წაგიყვანო 2 ადგილი მაქვს რა. ყველაზე ლამაზია და ყველაფერი ერთად არის. აი, შვეიცარიის ბოლომდე აღქმა თუ გინდაო და იგრძნო რა არის შვეიცარია. აქ უნდა მოხვიდე. შვეიცარიას აქვს კიდე მეოთხე ენა, რომელსაც ლიმიტირებული მოსახლეობა საუბრობს, მაგრამ თვითონ შვეიცარიული ენა არის და ეს არის მეოთხე ენა შვეიცარიაში. ანუ ძირითადად ანუ ცოტა თითქოს გერმანულს, მაგრამ სულ სხვა არის რა. ხო, და უფრო ასაკის ხალხი და ძველი მოსახლეობა საუბრობს ამ ენაზე. მაღალმთიანი ალბათ. გერმანულ მიწაზე ძირითადად, ხო. გერმანულ მიწებზე. ვაჟნი მინიშნებას თუ ვის ქალაქში ვიმყოფებით, ვის არის მნიშვნელოვანი, დაფიქრდით. ეს არის მეორე მინიშნება თუ ვერ მიხვდით, სოფელ ბრიენში არის მინიშნება თუ ვის ქალაქში იმყოფები, დურგლების ქალაქია. ამ სოფელში ყველაზე მაგარი დურგლები ცხოვრობენ ისტორიულად და აი ეს ლამაზი ხის ნაკეთობები, რომელიც მიმოფანტულია მთელ შვეიცარიაში, მოკლედ აი ამ სოფლიდან იღებს სათავეს და აქ არიან ყველაზე მაგარი ხელოსნები. თავისთავად ბადრემ გვირჩია, რაც არ უნდა მე და მარიშკას აქტიურად გვეგუგლოთ, ამას ვერ ვნახავდით. ნახე. არ შეიძლება? უიუ, არა, ფრანგულ. მოდის? აგერა. მოდის? აგერა. ოკეი.
ერთი სიტყვით შვეიცარიაში ყველა სოფელში ყველა ფერმერი ეჯიბრება ერთმანეთს თუ როგორ გამოიყურება მისი საქონელი როგორი არის მისი ფერმა რომელი საქონელი უფრო მეციწველება როგორი მოვლილია მისი ხორცი როგორი გემრიელია იმის მიხედვით თუ რა აჭამეს ძროხას თელი წლის განმავლობაში ეს შეჯიბრება ხდება ალპურ ყველა სოფელში სადაც ფერმებია და სექტემბრის თვეში გამოყავს ძროხები რო გამოდიან ქუჩაში მოკაზმული ყვავილები არის თავისი ტრადიციული სამოსით შვეიცარიული ტრადიციული სამოსით მიერეკებიან ამ ძროხებს ქუჩებში არის ძროხები არის გაკუჩქუჩებული ყვავილებში ამბებში მართლა ეგრეა თავისი მუსიკებით და ნუ თელი დიდი ცერემონია და თელი ფერმერები მოყვებიან საქონელს მოყვებიან და მე არის ჟიური ეგრეთ წოდებული რომელიც ირჩევს ამ ხორცის დეგუსტაციის მიხედვით და ისედაც ვიზუალურად ვის როგორი მოვლილი უფრო საქონელი ყავს იმის მიხედვით რომელი ფერმერის საქონელი და რომელი ფერმერის ფერმა იყო უფრო ნაყოფიერი და კარგი იმ წლის განმავლობაში და ფერმერსაც გადააცემენ ჯილდოთ ეგრეთ წოდებულ ზარს რომელსაც ფერმერი კიდებს თავისი ფერმის შესასვლელში და ამით ნახულობს ყველა რომ ამ ფერმერმა ამ წელს გაიმარჯვა და ყველა ფერმერი ეჯიბრება ერთმანეთს მეტი აქვს ესეთი ჯილდო და ზარებით დამოკიდებული ანუ ხედავთ რომ არის პატარა ზომის უფრო დიდი ზომის უფრო დიდი ზომის ანუ ამის მიხედვითაც პირველი ადგილის დამკავებელმა უფრო დიდი მიიღო მეორე ადგილისას უფრო პატარა და ასე შემდეგ. ამოკვეთილი ახლა თქვენ არც ხედავთ რომ ამოტვირფულია ფერმების დასახელება. ზარებზე გახსოვთ რომ ფერმერები იგებენ და მე კიდებენ სახლში. აი მაგის ნათელი მაგალითი. აი ამ ფერმერს ამდენი ისა აქვს როგორ ზარი მოგებული. სასიძოში რო არის, ხო იცი? მუსიკას რო ასმენინებენ ძროხოს ისე. მუსიკა ჩართული. ტრენდული შეიძლება დაგბლოკოს YouTube-მა, ტრენდული მუსიკა იყო გაშვებული. ჩაგვეწერება შვეიცარელი ფერმერი. ახლა გავიგეთ აქაურ ფერმის დრამატურგიას. Swiss. Yes, I'm Swiss. You're the first Swiss I talked to. Yes, my father Yes. works here and my grandfather Grandfather makes works the same job here. 3 generations. Yeah, four. 4 generations work. Tell me a little bit about the farm life. I begin at 5 o'clock in the morning and I milk the cows first. I work in the fields. What about winter? 9 o'clock and now I go in a carpenter. Yeah? I work as carpenter Ah, as a from company. 9 o'clock to, You're a to, carpenter. to 4 o'clock and I come home and I milk the cows. Durgalia. in the- Why the music is playing? Is it for cows or for people? That's for me. Okay, And the cow. we were thinking like for cows because they enjoy music, no? Yes, I think so. Okay, the second They question. give more milk when I have music in the barns. They give more milk. This is like the second thing. In my country, we milk cows. I have milked cows, but in like traditional way, Yeah. the way great-grandfathers would do it. But now I see you are using the machines I haven't seen in my life, and I don't think people have seen that, and we have to show them the machines Yes. for melting Yes. the cow. I have. This is a pipeline machine. Yeah. I can milk in the barn, and the milk come here outside. Ah. Right, yeah. Milevia. Hi. Shekhede. Every 2 days, days come a truck and pick Pick the milk. the milk and go in the factory. And this is the milking, the Yes. thing. Yes. This is the. Chekhe. Nache. Chekhe. It's for. ხო, ეს მიხვდით ალბათ რისთვისა. და იცი რა მძიმეა, this is cool. This is new thing. I've never seen this before. და ყველაფერი არის ავტომატიზირებული. ტრადიცია არ კარგავენ, იერსახეს არ კარგავენ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები აქვთ ისეთი, რომ შოკირებული. Okay, just last question. I love your village. This is beautiful. I'm shocked myself. But what do you do in the evenings? In the evening. Yeah. What about like young generation enjoying life? Young generation. Yes. But this evening I go to. I'm firefighter. Ah, you're a firefighter. Yeah. And in the evening we have a training. We say training. Thank you so much.
Thank you so much. You're welcome. Thank you. It's beautiful and wish you the best luck. Yes. Yeah. Wish you too. Bye bye. Have a great day. Თხილად ძროხები არიან. რომ ხელო ძროხები. ამაზე იყო რეალურად საუბარი. ხო. და რამოდენიმე წუთის უკან რომ იხსნიდი, ხო. ხაობები ფაქტიურად არ ტოვებენ იმ წერტილს და იმ ლოკაციას, აქ მე ვერ გამაგდებთ აქედან ბარდები. მე უბრალოდ მიკვირს ბაბუაჩემის ცხონებული ვანოობულაძეს რატო დატოვა აქაურო. არ ვიცი. მეც კითხვები მაქვს ბაბუაშენთან. მაგრამ შვილიშვილმა გამოასწორა მე. მე გვი შანსი მქონდა იმ ფერმერთან დავჩენილიყავი. რაღაც თვალას გიჟიჟული. იყო რაღაცა ოფცია. ყველაფერი კითხე და მაგი არ გიკითხია, რატო? გრინ კარტას აქაურს რა ქვია? ასე არა გვაქვს ჩვენ გრინ კარტა. ჩვენ ან შვეიცარიელები ვართ და ან ჩამოსულები. ჩამოსულები თქვენ ხართ და სასასვლელადაც უნდა გეიმზადოთ თვითონ. ასე რა. ჯერ მასადი კიდე მაგ დღეები აქვს. შედა ეგენი არა საჭიროა. აი მე ამას ახლა მუცელზე შეუღუტუნებდი. იქიდან აკარები. არ შეგვიშ რატო იცი რა არის? აი რატო ჯობია საქართველოს? კარაკ შედარება არ მიდის, მაგრამ აი საქართველოში შემიშვებდნენ. აი აი აქ თუ იკითხავ, აქაც შეგიშვებინ და მე შემიძლია რომ ეს ყველაფერი მოგიგვარო, გინდა? მიდი. მასპინძელო. Entschuldigung. არ შოვა. უკაცრავად ფრანგულად როგორა? Pardon? ამას ვამბობდი. ძვირფასო შვეიცარლებო. არ არიან. ქართულს რო გაძახებ. არ არიან. ან კი, ან წარეთ ზაგვაიგნორეს. აქ უცხოელი პრაქტიკულად არავინ არ მინახავს, სულ ყველა არის ადგილობრივი და მკითხე მეთქი აი აქ სახლის ყიდვა რომ მოგინდეს და დასახლება არის თუ არა შესაძლებლობა ვინმეს თუ ეგეთი იდეა დაგება და საინტერესო იქნება და შენ საინტერესო პასუხიც გამეცი. იმ დონის შეყვარებულები არიან თავიანთ მიწის და თავიანთი სახლის რომ ეს ძალიან რთულად ხდება. და აქედან გამომდინარე თვითონ სოფლებშიც თვითონ ისეთი გარემო არის შექმნილი რომ ძალიან მეზობლური გარემო არის. არ არსებობს ვიკენდი, სადაც ესენი არ იკრიბებიან ერთად სამეზობლო. ანუ აქ რომც მოგინდეს სახლის ყიდვა, არავინ მომყიდველი არაა, იმიტომ რომ წინაპრებისგან მიიღეს ეს მემკვიდრეობით და ამას უფრთხილდებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იბრძოლეს, რომ ეს შეენარჩუნებინათ და არავინ არ დათმობს თავის სახეს. თან ძირითადი მასა უფრო სოფლებში. ქალაქში შეიძლება უფრო იოლად ხო, კი, ეს სოფელი. და კიდევ აქვთ ასეთი წესი, აქ იმდენად ანიჭებენ მეზობლობას, ყურადღებას და ძალიან დიდი ისა აქვთ ამისთვის, სპეციალურად არის ისეთი დღე, წელიწადში ერთხელ დღესასწაული სამეზობლოსი, მთელი უბნის სამეზობლო იკრიბება, დიდი სუფრები არის ქუჩაში გაშლილი და ანუ ერთად აღნიშნავენ ამ და ეს არა მარტო სოფლებში არის. არა მარტო სოფლებში არის. არამედ ქალაქშიც რაიონები, პატარ-პატარა რაიონები, სადაც არის, იქაც არის. და ფრანგულად ქვია fête de voisin. სოფელი გრიმეცი არის დაახლოებით 1600 მეტრზე. ჟენევიდან დაგჭირდებათ ალბათ 3 საათი ან 4 აქ რომ ამოხვიდეთ მანქანა. როგორი აჭარა ხომ? ზემო აჭარაში რაც არის ზუსტად ისე არის აქაურობაც რა. მართლა ვიზახი რა. იდამცენით, მაგრამ სულ მაგას ვამბობ, რომ არ გავს ახლა ზემო აჭარის სახლებს. ეხლა ყველა გვიყურებს ჩვენ რომ ვინ ვართ. იმიტომ რომ მხოლოდ ადგილობრივები არიან. ეს არის უკვე ფრანგული მიწები. ბევრივი არის. აი წინა დღეებში ხო გითხარით სადაც ვიყავით, ის იყო გერმანული მიწები და უფრო გერმანულად საუბრობენ. ეს ფრანგული მიწებია, ფრანგულად საუბრობენ და სოფლის მოსახლეობა გაოცებული გვიყურებს ესენი საიდან მოგვაგნეს ჩვენ.
კარებებზე შევიშალე. მარიშკა დიდად არ არის მოხობლული, მაგრამ მე ყველა სახლის კარები ძალიან მომწონს. გონი რომ კაროლოგი, ბუოლოლოგების გარემ მე გავხდი კაროლოგი. აქედან ლოგიკური ბმა მიდის და ხიდი შვეიცარიაში ჩამოსული შვეიცარული კლიშეები უნდა გავაცოცხლოთ. შოკოლადი, ყველი, ღვინო. Fromageria ალბათ სწორედ ითქვა, ან არა. ის ადგილი, სადაც კეთდება ყველი. ოღონდ ეს არ არის ქარხნული წესით დამზადებული, ეს არის ხელით დამზადებული, ანუ აქ მუშაობს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც 40 წელია უკვე მუშაობს ყველის დამზადებაზე. შვეიცარიული ყველის დამზადების პროცესი არის უგრძელესი, ურთულესი და ჩახუჭუჭებული. ან მეხუმრება, ან იმის სანაგან რიგი ჩამოთვალო, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია დამახსოვრება. ყოველდღე რაღაცას აკეთებენ, კი იქნება ეს ყველი გემრიელი, ძალიან რთული პროცესი აღწერა ეხლა. Sorry, how long have you been doing this? 40 years. 40 years in 40 years I am cheese maker. Yes. Your father? No. Only you? My grandfather, grandfather worked in Gruyère. He make cheese before. Yeah. And me, I started there 40 years ago. I come in Switzerland on the Alps for help to make cheese, and I continue. ეხა გადავწყვეტოთ, რომ თქვენთვის გვეჩვენებინა ყველაზე ცნობილი და ისეთი მოთხოვნადი შვეიცარიული კერძები. ჩემი ყველაზე საყვარელი არის როკლეტი. დიდ ნაჭერს ყველს მოჭრიან და ესეთი დანადგარებია განსხვავებული ფორმის, მაგრამ შინაარსი ის არის, რომ ეს ყველი დნება, ნელ-ნელა გადმოედინება თევზზე და შენ თან გაქვს აი ესეთი სპეციალური კარტოფილი, თხელი კანით, ცალკე იყიდება როკლეტის კარტოფილი, თხელი კანი აქვს და ამ კარტოფილს მოასხავ ამ დნარ ყველს, თან მიაყოლებ მჟავე კიც, ან ნებისმიერი მჟავა სასორტი და გამოდის ძალიან გემრიელი. გაითვალისწინეთ, რომ შვეიცარიელები ჩვენსავით არიან მთის ხალხი და ესეთი სუყე კერძები აქვთ. და ყველაზე ცნობილი ფონდუ ეს საქართველოშიც არის იდეაში, მაგრამ მე ჭუმეპარება, რომ შვეიცარიული ყველი მზადდებოდეს და ასეთი გემრიელი იყოს. ფონდუს ამბავი არის ძალიან მარტივი, ავიღებთ ესეთ ჩანგალს და გინდა კარტოფილი, გინდა პური შეკილესე ჩააწო. აი, განახებ პაციას. კარტოფილი გაჯობია. აჰა, კარტოფილი ჯობია, მაგრამ ვერ შევჭამ. აი ესე. და გემრიელად მიირთვი. აია. გრძელვადიანი ძიების შემდეგ ნამდვილი შვეიცარიელი ვიპოვნეთ ან ძალიან ლამაზი Swiss cheese. What makes it special? Here in this region especially, it's very known because a lot of the farmers go up to the Alps to make the cheese. What makes Swiss cheese so unique? I think it's probably the way it's made and also the way our cows are treated. Well, we mainly make cheese made out of cow milk here. So in the summer, for instance, they're outside all the time. The grass that they're eating as well is very good quality, which makes the cheese a great quality as well. Recommend to our viewers when they come to Switzerland, what dishes should they try? Well, I mean, the main one would probably be fondue and also raclette. But I would definitely, if you guys come to Switzerland, try fondue. And it's actually lactose free. Yeah, they have it too. Yeah, they have it. So who's the first?
I think it's the Swiss, but a lot of French will say it's them. But I've looked this up and it's actually the Swiss. It's good rivalry because we always try and make it better than the French and the French try to make it better than the Swiss. So I mean, it keeps us in competition. It's a friendly competition though, so it's all right. We've heard about those bells, that it means that you have best cows. And They're called in French Senai, the big ones, then we have the little ones. But a person that owns one of those big bells, usually it's that the cow is very special. And we have this tradition that when the cows come down in the fall from the mountain, we decorate the cows. You've probably seen this with the flowers. And when they wear this big bell, they're like queens to us. So, yeah, we do really love our cows. That's why we take the best care of them, really. ეს ხელთათმანები დიდი ხანია მაქვს. ერთადერთი ადგილი, სადაც ამ ხელთათმანებისთვის სივრცე ვიპოვნე, არის გშტატი. გშტატი არის შვეიცარიაში და აქ კვადრატული მეტრი ღირს დაახლოებით მინიმალური 20,000 ფრანკი არ მოგესმათ და თუ მართლა ძალიან კარგი შალე გინდათ შეიძინოთ, მოგიწევთ გადაიხადოთ დაახლოებით 30,000 ფრანკი. ესე საშუალო ფასები 1 კვადრატულ მეტრზე. ყველაზე მდიდარი შვეიცარიელები, ევროპელები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ. სოფელი იდეაში ჩვეულებრივი არის. ჩვეულებრივია, უბრალოდ იმით განსხვავდება კადრებშიც ნახავდით, უკაცრავად ყურსასმეს მოვიხსნი, რომ ყველაზე ცნობილი ბრენდების მაღაზიები აქ არის, ყველაზე ცნობილი რესტორნები აქ არის და ყველაზე მდიდარი შვეიცარიელებს აგარაკის, ზამთრის და ზაფხულის აქვთ აქ. ეს იდეაში არის ზამთრის კურორტი, მაგრამ ზაფხულშიც ხალხი სულ აქ ამოდის. მადონამ შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად ჩაგიაროს ქუჩაში, აი ძალიან ნორმალური მოვლენა და გშტატის ყველაზე ცნობილი ადგილი არის გშტატ პალასი. აი ხო ხედავთ სასტუმროს, სასახლე და ულამაზესი სასტუმრო არის, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ნიკა მე მგონი ფოტოგრაფი გონია. და ვეცი ფოტოებს რო გიღებენ ქუჩაში და მოგვიონებით გიგზავნი. არა, მართო ჩემო, იქ მთელი ამბავი არის. რამის ჩვენება გინდა ჩვენთვის თუ? ნიკა, ის ჩვენებას აპირებდი ამ გოგისთვის. გაფაქტული ხარ? რაზე? გადავიღეთ, არა ბიჭოს არ გადავიღებდით, კეფაზე გვაქვს თვალები. ყველაზე ძვირადღირებული სკოლები არის ინგლისში. სინამდვილეში ესე არა. ყველაზე ძვირადღირებული boarding school-ები, ანუ სკოლა, სადაც ცხოვრობ და სწავლობ, არის გშტატში და ჟენევაში. ქვია სკოლას ლაროზე. და სემესტრი ღირს დაახლოებით 150 евро დან. რომ ბავშვმა იქ ისწავლოს და ითვლება, რომ ეს ამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სკოლა და ამ სკოლა დამთავრებული ბავშვები ყოველთვის საუკეთესო უნივერსიტეტებში ხვდებიან და მსოფლიოს უმდიდრესი მშობლები სწორედ აქ ამ სოფელში აგზავნიან ბავშვებს, ზამთარში აქ სწავლობენ, ზაფხულობით ჟენევასთან არის ახლოს ეს სკოლა და იქ სწავლობენ. შვეიცარიაში აი ესეთი სივრცეები შეგიძლიათ ნახოთ, საიდანაც მოდის სუფთა წყალი, გაწკრიალებული და შეგიძლიათ დალიოთ. გირჩევთ აქედან დალიოთ, იმიტომ რომ წყალი საშუალოდ 5 ფრანკი ღირს. და მე მგონი 15 ლარა წყალი არ გვინდოდეს. აქ უფასოა. მოკლედ, ყველა პატიოსან შტატელს აქ ამ ძროხასთან გადაღებული ფოტო, რატომღაც ეს სივრცე ძალიან ცნობილი არის. და ნუ ისიც ხო ფაქტი არის, რომ შვეიცარიელები ძალიან დიდ პატივს სცემენ ძროხას. მარიშკა, გეხვეწები, ჩვენ ხო ალპურ ზონაში ვარ და ეგ მიზონისტიკი მომეცი? ინებეთ ქალბატონო ნინო. ორგანული რეკლამის დედები. კაი, მართლა სერიოზულად. მართლა სერიოზულად. ეს მიზონისტიკი რო არ მქონოდა, ჩემი სახე ისეთი დამტვარი იქნებოდა ამ ძაზე, რომ რა გითხრათ. იმიტომ რომ მე ის პიგმენტაციის საწინააღმდეგო პროდუქტებს ვისვავ და აი აქ კანი გვექნებოდა გადათუთქული. შეხედე? რითი იწყებ, იცი? რითი? ხელით. Yes. ნინოს საყვარელი პროდუქტი დამცავია და ჩემი აღმოჩენა არის ეს. ან მე მაქვს სერიოზული პრობლემა მგზავრობის დროს და რადგან დღის განმავლობაში მინიმუმ 3 საათი წინ და მე 3 საათი უკან გზაში ვარ. აი ხა სახეზე უნდა გქონდეს მეორე მოსვლა.
ანუ ეს არის anti-pollution. და კიდევ რაღაცა უნდა ვაჩვენო. ამ ეტაპისთვის პეესპერო ჩვენი სპონსორი გახდა, მიხვდებოდით, ხო? ეს არის ჩემი საყვარელი. არა, რა. ნინო ბევრ ლაპარაკს რო იწყებს, ამას ამოვიღებ, ესე მშვები და მშვიდდები რა. თან ამ მშვიდეზე თავის ტკივილი გაყავს ნატურალური მე ხადავები რა. მართლა. ოიცი რა ეს გამოგადგება ნინოცა რო გაგბურღავს. მომეცია. ნუ გლიცინებთ. ძალიან იცი როგორი პროდუქცია არის. არ არის, როგორც იტყვი. ძალიან ხარისხიანი ევროპული პროდუქცია. ნამდვილად. და ბოლო, ჩემი ყველაზე საყვარელი სახსრების, ოღონდ აქ ვერ ვიზავ. ეგ მჭირდება. აუ რა ჩვენ აქ ვირგვინეთ, ეს რო არ გქონოდა, აი აქიდან ვიწყებ დედასπითა თელს ხელზე დამაგთან. Pure essential. Muscle and joint pain. მე უნდა გავხდე. ეს როლერია, ხო? ანუ ყველაზე კომფორტი ამბავი არის ეგ, რომ ესეცია. და მარტივია რა, წასვლაც და გამოყენება. კაი, წამო ეხა ბანკი ვნახოთ. საინტერესო ფაქტი. შვეიცარიაში დაახლოებით 220 ბანკია. და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვეიცარია გახდა ბანკების სახელმწიფო პრაქტიკულად, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს როგორც ომში, ასევე თქვეს რომ არავის პირად ანგარიშებს არ გავანხელთ. ანუ რას ნიშნავს? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ შვეიცარულ ბანკში გახსნის ანგარიშს, რა თანხაც არ უნდა დადოს, არავინ არ არის მთქმელი. ყველაზე მდიდარი ადამიანი შვეიცარიაში ინახავს ფულს. ეს ერთი. საბანკო სისტემა ძალიან განვითარებულია და ალბათ იფიქრებდით, რომ ყველაზე დიდი შემოსავალი შვეიცარიას სწორედ საბანკო სექტორიდან აქვს. არა, ფარმაცევტული კომპანიები. აქაური ქვეყნის შემოსავლის ყველაზე დიდი ნაწილი, 30% უჭირავს ფარმაცევტულ კომპანიებს. ბავშვი იბადება თუ არავე, ესეთი ტრადიცია, რომ ანაბარი იქნება დანაზოგი ბავშვის განათლებისთვის. გითხარით, რომ სკოლა ზოგ შემთხვევაში 150,000 ფრანკიც კი ღირს წელიწადში, შესაბამისად ყველა სჭირდება დანაზოგი ამისთანა ფინანსური ვალდებულებებისთვის. სხვათა შორის ამათ შვებულებებიც 6 კვირაში ერთხელ აქვს, ამიტომ ძალიან ბევრს მოგზაურობენ და შესაბამისად ამისთვისაც სჭირდებათ დანაზოგი. ხო და მოკლედ დეპოზიტების სისტემა აქ ძალიან განვითარებულია და ბავშვი იბადება თუ არა, იმ დღიდან იწყებენ ფულის დაზოგვას ბავშვისთვის და როდესაც სრულწლოვანებას მიაღწევენ ან 25 წლის გახდებიან, გადაეცემოთ ეს თანხა სწავლის ფულით. წინასწარ აქვთ გადადებული და თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ TBC-ში. თუ გაქვთ მიზანი, გადადეთ. დღეიდან დაიწყეთ თანხის გადადება და მიაღწიეთ თქვენს მიზანს. თუ თქვენი შვილის განათლებაა თქვენი მიზანი, აი ახლავე შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და დაიწყოთ დაზოგვა თქვენი მიზნისთვის. ძალიან საინტერესო ისტორია შენი ოჯახის და შენი აქ დაფუძნების და ცოტა ეგ მოვყვეთ. კაი, დავждეთ. 13 წლის წინ ჩამოხვედით თქვენ აქ. თან შვეიცარიაში ემიგრაცია კიდევ უფრო რთული არის და აი შენ ოჯახს ჭირდება და პატარა ბავშვი 9 თვის ბავშვი ჩამოხვედი შენ და თიკო 13 წლის წინ ზამთარი იყო, თოვდა, ეხა გაგრძელება მოყევი. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ და რაც იყო მნიშვნელოვანი აქ ინდივიდუალურად ვიცხოვრეთ. არ გვიცხოვრია ვიღაცის გავლილ მაგალითზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო და მაგალითი იყო ჩემი მეუღლე ყოველთვის რომ რა უნდა გაგვიკეთებია, როგორ უნდა გაგვიკეთებია და რა ვიცი, თიკო რო არა, არც მე არა და მე რო არა, ალბათ არც თიკო. თიკო, მოვიდეს თიკო, იმდენს ვახსენე. პირველი სამსახური ჩემი იყო ფერმაში ვიმუშავე. ფერმაში მუშაობდი. ფერმაში დავიწყდა. რეალურად ესე. ფერმაში დავიწყდა. თიკოს პირველი სამსახური იყო წელიწადნახევრის შემდეგ, როცა პირველად ენა ისწავლა, წელიწადნახევრიანი კურსი გაიარა და ფრანგულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ემიგრანტებს ასწავლიდით? სახლიდან გადმოსვლის შემდეგ პირველი გვხდება არის სანაგვე ყუთი. სანაგვე ყუთიდან იწყება რეალურად შვეიცარიის კანონმდებლობა.
იქ ისე ანაწილებ სანაგვე ყუთში ნაგავს და ნარჩენებს, რომ არ დააზიანოს სხვა და გაუკეთოს შვეიცარიასაც საქმე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ქაღალდის ადგილზე, ბოთლის ადგილზე, ალუმინის ადგილზე და ასე შემდეგ. იქიდან ვინაცვლებთ უკვე ტრანსპორტში. ტრანსპორტი ეს ისეთი ძვირი არის შვეიცარიაში. ჩვენ რო ჩამოვედით, რამდენიც გქონდა საშუალება ზუსტად იმდენს დავდიოდით. თუ არა და არ დავდიოდით. ანუ ჩვენ უბილეთოთ არასდროს არ გვევლია. მოგზაურობა შვეიცარიაში, ჩვენ როგორც აღმოჩნდით აქ, ანუ ეს ფეიჯი, ეს ტურისტული ამბავი საერთოდ სულ სხვა სფეროში, შენ მე და ხარ სულ სხვადასხვა სფეროებში მუშაობ და ეს თემა როგორ მოვიდა თქვენამდე? როცა გავიგე უკვე რომ პირდაპირ რეისები ინიშნებოდა და მარტიდან ინიშნებოდა ეს ყველაფერი. თებერვალი იყო, როცა დავიწყე კომპანიებთან მიმოწერა და კავშირზე გასვლა ამ ყველაფრით და შეგიძლია უმასპინძლო ყველას. და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ისეთი ადგილები რო კაც შვეიცარიელებს არ აქვს. საწაგვიყვანო გეხოწერ მართლა ხუთი ტურისტი რო დადიო და როგორი კაი ადგილები იცი რომ არავის ნანახი რო არა. აქ ეხა დავდე რაღაც 1-2 სტორი დავდე და ყველა იწე. ეს რომელი ქვეყანა? ქვეყანასაც ვერ ცნობი. ხო და რამე გეგმა გექნება შენ? ხვალინდელი გეგმა მაქვს ძალიან კარგი გეგმა არის ჩვენი ოჯახისთვის. თქვენ როცა წახვალთ უკვე ქალაქ ლოზანაში, ჩვენი დროს გავდივართ, შალუზებს წევთ. ვიკეტებით რომ საფში არ შემოგიწია. ოკუპირება აღარ მოგვიწყონა. ჩვენ სტუმრის გარეშე არ შეგვიძლია. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც არარსებული დღე არის ის დღე და ის მომენტი, როცა ჩვენ სახში სტუმარი არ აქვს. და ფაქტიურად ჩვენ სულ სტუმრიანობა გვყავს და ძალიან გვიყვარს სტუმარი. და როცა ეს სიტუაცია წამოვიდა ჩვენ ცხოვრებაში და ახალი რაღაც ტალღა, უცხო ტალღა წამოვიდა და როცა ყოველ შაბათ-კვირას ხედავ ქართველს, მით უმეტეს ემიგრაციაში ქართველს და მე პლუს კიდევ ეს ქართველები არიან შენი სტუმრები. ამაზე დიდი ბედნიერება. ესაა ჩვენი ძალა, мотивация, რომელიც, რა ვიცი, არ გუღლის არასდროს. არასდროს, აი, არ მახსოვს ტური, სადაც ჩვენ დავღლილ ვართ. ტური, რომელიც, რა ვიცი, 10 საათის მანძილზე, 10 საათის მანძილზე. ჩვენი იყო და ჩვენ ჩვენ ხუმრობთ ახლა ამას, ამ ყველაფერს, რასაც თქვენთან მიმართებაში, თორე ჩვენთვის მართლა იცი რა ამ არა, მე არ ხუმრობ. აი, კითხვას რომ მისვამენ, იმ დროს ძალიან ბედნიერი ვარ და თუ არ მისვამენ კითხვას, იმ დროს რაღაცა ვფიქრობ, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ. ყველა იმიგრანტი, ვინც არის, ყველა არის იმით მონატრებული, რომ ქართული სიტყვით, ქართული ეს ყველას გულშიდებს აბსოლუტურად. რადგან უყვარს ჩურჩხელა, თუ გინდათ მოგრთამოთ წამოიწყოთ ჩურჩხელა. ემიგრაცია საკმაოდ რთული თემა არის და მე ხარ შევეჭიდები ამ თემას, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნებისმიერ ქვეყანაზე, როდესაც ვყვებით, რომ იქ მოვყვეთ ქართველების შესახებ. ძალიან კარგი ადამიანები არიან. ამიტომ ყველაზე მარტივი, რაც ჩვენ შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ, გადავიდეთ Facebook link-ზე, რომელიც არის ჩვენს აღწერაში მითითებული, ქვია მოგზაურობა შვეიცარიაში და თუ მოიფიქრებთ შვეიცარიაში მოგზაურობას, გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან სანდო და საიმედო ხალხია და გიმასპინძლებს კარგად. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა შვეიცარიაში. უხვი კადრები ხო გინდათ, ბევრი რამის ნახვა ხო წინასწარ ხომ გინდათ, სანამ გადაწყვეტავთ, სად უნდა წახვიდეთ და როგორ დაისვენოთ. ლოზანა უნდა ვნახოთ, ქალაქი, რომელიც ნამდვილად ძალიან განსხვავდება და მე ზულოდი არ გვინდა ზედმეტი ქალაქები, სოფლები გადავიღოთ მეთქი, მაგრამ ლოზანა ისეთი უცნაური და თავისებური ქალაქია, გამოყვევით, მაგასაც ნახავთ. ეხლა ვარ ლოზანას ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე. აქ ოთხშაბათობით და შაბათობით იკეტება ეს ქუჩა და ხდება საფეხმავლო, ხო? და ჩამოდიან ფერმერები და არა მარტო ფერმერები და აქ არის ერთი დიდი ბაზრობა, ანუ ბაზრობა არის ყველა. და ლიზა იქნება ჩვენი გიდი, მგზამკვლევი დღეს. რატო?
ბადრი აღარ შეგვიძლიაო და ლიზას ჩაბარა ჩვენი თავი. ხო და ამ ბაზრობაზე მე რასაც ხედავ და სადაც კი ყოფილვარ ევროპაში ბაზრობაზე, ყველგან არიან ფერმერები, ჩამოაქვთ თავიანთი პროდუქტი და ხელნაკეთი ნივთები და მეორადი ნივთები აქვთ კიდე ძალიან საინტერესო ხანდახან რა. და ეხლა მოვიდით ამ ბაზრობას და იმედია რამეს ვიყიდი. You want to speak with me? Yes, hello. Yes. You speak English. Yes. Oh my god. Hello. Nice to meet you. Nino. I'm François. François. Yes. You're French or Swiss? Swiss. Swiss. That's great. A real Swiss. Real Swiss. Where do you come from? Which region? Here. You're from Lausanne? Yes. I born here. Born here. You have a very beautiful city. Thank you. Though it's we don't have a tradition of flea markets like this. And I want to know how does this All kind around of the world. yeah, Market like this. Does this market help your business and farm to grow? Yeah, sure. One of the Sure, reasons because why it's all the cities coming here. All people which want good products want come here. do you have better prices here than in the markets, supermarkets? We have approximately same prices, but the quality is much more better here. Cheesemaker. You're a professional cheesemaker. Yes. How long have you been in the business? Not cheesemaking? No, not so long time. My father did it. Yes. Look on the picture there. Yes, this is you. Can And we this show? is my father. Ai, mama ჩემი აკეთ ესა mama მისი, თავად და დედა. My sister here. The woman is my sister. Sister, I thought mom. I make sports. I'm 50. 50. So this picture was taken around 40 years ago. Yes. And your father was here on the same street Yeah. doing the same Yeah. thing in cheese making. Yeah. One more question and I'm leaving. No problem. Why do you think Swiss cheese is the best cheese? I mean, it's the techniques, it's how the people Because it's people. It's a thing coming from the need of the people. Those cheese was done on the mountain with from very poor people, and they was doing this during the summer to have it in the winter. And it's a need. No, it's not just for fun like it's now. not a luxury. It's not a luxury. It's a daily product. The tradition is 900 years, so it's a long time. Tradiția. ეხა ვარ ლოზანას სანაპიროზე, რომელიც ძალიან ლამაზი არის. ცენტრის ცენტრი არის. მე არ გავგზავნა ქაურუბაზე. რა ნაგლი ხარ? ალბათ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მოწესრიგებული ქვეყანა არის შვეიცარია. შვეიცარია არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი ძალიან უძვირი ღირს. გადასახადებით საკმაოდ მაღალია, მაგრამ უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა ზუსტად პასუხობს იმ მაღალ გადასახადებს და არ იკითხავ სად მიდის ჩემი ფული, ხედავ სად მიდის შენი ფული. შენი ფული მიდის იქ, რომ დილას ავტობუსში კაცი შედის იმისთვის, რომ ზედმეტი ნაგავი აალაგოს, ხედავ ტყეს როგორ ალაგებენ, ხედავ შემოდგომას ფოთლებისგან როგორ ასუფთავებენ ქუჩას, ხედავ რამდენად მოწესრიგებულია და თითქმის არსად არ ჩანს პოლიცია. ჩვენს ემიგრანტებს ვერცად ვერ ნახავ პოლიციას იმდენად მოწესრიგებული. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს მაგალითი. ხშირად არის, როცა ემიგრანტი წარმატებული ხდება და დიდი ხანი დრო გადის, მე კარგავს იმ რაღაცა ძაფები წყდება ნელ-ნელა რა და აქ პირიქით რა, აქ დაგვხვდა ნამდვილი ქუთაისური ჯიგრული ოჯახი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო რა, რომ თან ადამიანი რომელიც აქ მოეწყო დაალაგდა და კარგ საქმეს აკეთებს და თან იმ ძაფს და კი არ წყვიტავს პირიქით იმ კავშირს უფრო ამყარებს და აძლიერებს. ამიტომ ჩვენ ხო იცით ყველაფერი დგას თქვენ მხარდაჭერაზე. თქვენ რო არ იყოთ ჩვენი მაყურებელი და არ გვიყურებდეთ, არ გვიკომენტარებდეთ, ჩვენ აქამდე საერთოდ ვერ მოვიდოდით და ბადრი მთელი გულით მიგვიღო და ძალიან ბევრი დრო და აი არ ვიცი, გადაყვაზეთ და ერთადერთი ჩვენად შეგვიძლია მას გამოვხატოთ მადლიერება, ძალიან გაიხარდება მის Facebook გვერდზე.
მოგზაურობა შვეიცარიაში ქართულად წერია თუ გამოიწერთ და კარგ კომენტარებს დაუწერთ. აქ მთელი ფილოსოფია არის რა, იმის გარდა რომ მოწესრიგებულია ყველაფერი, ყველგან ადის საბაგირო, ყველგან არის კომუნიკაცია. ანუ ეს თან კარგი არის და თან ცუდი სინამდვილეში რა. მოდი საქართველოში ეგრო გქონდეს ძალიან კარგი იქნება. არა, რაღაცა უნდა გქონდეს, რაღაცა არ უნდა გქონდეს. მართლა ვიძახი რა, ანუ ეს არის როგორი თემა, იცი, სოფლიო პრობლემა გახდა რა, რაც დღეს ხდება ალპებში. მართლა, იმიტომ კი არა რომ საქართველოს და ბაზარი არა ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არა მართლა ვიძახი, გლობალური პრობლემა არის რა. ანუ მიხვდი რას ვამბობ? მართლა ვიძახი, ცოტა კრიტიკულად უყურებ მე პირადად ამ ყველაფერს და ჩემი აზრი გამაჩნია. აი, სანამ შენი ტყოდი რომ ყინვარზე უნდა ეკუთვნოდეს ასვლა თასვლელებს და არ არის ეგ ხა სასეირნო ადგილი. საღაცამდე უნდა ახვიდეს, სეირნებაც კარგია, რაჯობი ხა დავждები მატარებელი და ავალ იმას რაღაც. კი, მაგრამ ყინვარზე მატარებლით არ უნდა ახვიდე, მეც გეთანხმები, ისეთი თემა არის. კაი, მეგობრებო, ყველაზე მაგარ საქმეს, რასაც გაგვიკეთებთ, ისაა რომ გამოგვიწეროთ. ჩვენ და თუ გინდათ რომ უფრო მეტად გაჩვენოთ კულტურა პირველ რიგში, ადამიანები, წარმატებული ემიგრანტები რა. საერთოდ მოგეწონათ ეს ჩვენი გასვლა, იმიტომ რომ შეიძლება არც მოგეწონათ და თქვათ რომ დაეტიეთ საქართველოში და მან დიბოდიალეთ და თუ მოგწონთ ეს ფორმატი, როდესაც საზღვარგარეთ მივდივართ და ჩვენ ქართველებს, ემიგრანტებს, საინტერესო ადამიანებს აუცილებელი არ არის სუპერ წარმატებული იყოს და იქ რაღაცა ვარსკვლავებს გლიჯავდეს ციდან. ჩვენ ქართველები ჩავწეროთ საზღვარგარეთით. რას ფიქრობთ ამაზე მოიწერეთ? თუ არა და დავრჩებით საქართველოში და ვიბოდიალებთ ჩვენ საქმე არ არა, ისედაც ვიბოდიალებთ, კაცო. მეც კითხე საქართველოს იქნება და საზღვარგარეთსაც შევაპარებთ ხოლმე შიგადაში. მოგეწონებათ. ფრანგულად როგორ არის? Agua. Agua. Au revoir. Au revoir. Au revoir. Au revoir. Au revoir. Au revoir. დამცინის და გარტყმა შეარათა. Agua. Agua.